წარმოგიდგენთ სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის ვიდეო ტრენინგების კურსის მე-7 ტრენინგს. ძირითადი საშუალებები. მოცემული ტრენინგის თემებია: ძირითადი საშუალებების აღრიცხვის აწყობები, საცნობარო ინფორმაცია, ძირითადი საშუალებების კატეგორიები, ძირითადი საშუალების ცნობარი როგორც რაოდენობრივი, ასევე ინდივიდუალური, ძირითადი საშუალებების საგადასახადო ჯგუფები, ძირითადი საშუალებების ოპერაციები, ძირითადი საშუალებების შესყიდვა, ძირითადი საშუალებების შესყიდვა ზედნადებით, კაპიტალიზირებადი ხარჯების შეძენა, დამატებითი ხარჯების შესყიდვა, ინვენტარიზაცია, მდებარეობის მითითება და გადაადგილება, ამორტიზაციის დარიცხვა, ძირითადი საშუალების ჩამოწერა, ძირითადი საშუალების რეალიზაცია, ძირითადი საშუალების ანგარიშგებები, ძირითადი საშუალების უწყისი და ქონების დეკლარაცია. ტრენინგი დავიწყოთ ძირითადი საშუალებების ფუნქციონალის აღრიცხვის აწყობებით. მოდულში ადმინისტრირება გვაქვს მარაგების აღრიცხვის აწყობები. ეს არის პირველი ეტაპი, რითიც უნდა დავიწყოთ ძირითადი საშუალებების მოდულში მუშაობა. ალმის ძირითადი საშუალებების შტრიქ-კოდებით აღრიცხვა ჩართვის შემთხვევაში, შეგიძლიათ ძირითად საშუალებებზე დააგენერიროთ შტრიქ-კოდი. ძირითადი საშუალების შტრიქ-კოდის პრეფიქსი გულისხმობს რა სიმბოლოთი დაიწყო შტრიქ-კოდი მისი დაგენერირების დროს. ძირითადი საშუალების შტრიქ-კოდის სიგრძე გულისხმობს რამდენი სიმბოლოსგან შედგებოდა შტრიქ-კოდი. ალმის ძირითადი საშუალების რაოდენობრივი აღრიცხვა ჩართვის შემთხვევაში, პროგრამაში შესაძლებელი იქნება ძირითადი საშუალების ცნობარების რაოდენობრივად აღრიცხვა. რაოდენობრივ ძირითად საშუალებებს ამორტიზაცია დაერიცხებათ პარტიების მიხედვით. ალმის ძირითადი საშუალებების და საწყობის პასუხისმგებელი პირის მითითების აუცილებლობა ჩართვის შემთხვევაში, ძირითად საშუალებებსა და საწყობზე აუცილებელი იქნება პასუხისმგებელი პირის მითითება. ალამი ძირითადი საშუალების გადაადგილებისას ცვეთის დარიცხვა გულისხმობს ძირითადი საშუალების გადაადგილების დოკუმენტში ცვეთის დარიცხვას. განვიხილოთ ძირითადი საშუალების კატეგორიები. შეგიძლიათ გახსნათ ნებისმიერი ძირითადი საშუალების კატეგორია და იხილოთ ინფორმაცია ვრცლად, ან და შეცვალოთ რაიმე მონაცემი, მაგალითად ამორტიზაციის დარიცხვის მეთოდი. კატეგორიაზე მითითებული აღრიცხვის ანგარიშები ძირითადი ანგარიშებიდან არის გადმოვსებული, თუმცა თქვენ შეგიძლიათ მანუალურად მათი შეცვლა. პროგრამაში მოცემული გვაქვს ამორტიზაციის დარიცხვის მეთოდები: წრფივი დღეების მიხედვით, არერიცხება, საგადასახადო. წრფივი მეთოდის დროს ღირებულება იყოფა გამოყენების ვადაზე და ყოველ თვე ერიცხება ერთი და იგივე ამორტიზაცია. ხოლო წრფივი დღეების მიხედვით გულისხმობს დღიური ცვეთის გამოთვლას და გადამრავლებას საანგარიშგებო თვეში მოცემულ დღეების რაოდენობაზე. საგადასახადო მეთოდი გულისხმობს საგადასახადო ჯგუფების მიხედვით დადგენილი პროცენტული განაკვეთის გათვალისწინებით ამორტიზაციის დარიცხვას. გამოყენების ვადაში ასახულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერიოდის განმავლობაში იქნება გამოყენებული აღნიშნული ძირითადი საშუალება თვეების ჭრილში. დავამატოთ რაოდენობრივი ძირითადი საშუალების კატეგორია. ამისთვის დააჭირეთ ღილაკს პლუსი. გაწერეთ დასახელება. მონიშნეთ ალამი ძირითადი საშუალების რაოდენობრივი აღრიცხვა. ალმის მონიშნის შემდეგ აღრიცხვის ანგარიშისა და ამორტიზაციის ანგარიშის ველებში შესაძლებელი იქნება ძირითადი საშუალების რაოდენობრივი კლასის ანგარიშების გამოყენება. შეავსეთ ველები ანგარიშების შესახებ. მიუთითეთ ამორტიზაციის დარიცხვის მეთოდი და გამოყენების ვადა. რაც შეეხება ველებს ქონების ტიპი და საგადასახადო შეყავათის საფუძველი, მათი შევსება შესაძლებელია როგორც რაოდენობრივი ძირითადი საშუალების კატეგორიაზე, ასევე ინდივიდუალურზე. აღნიშნული ველების შევსება განაპირობებს ძირითად საშუალებაზე არსებული ინფორმაციის ქონების დეკლარაციაში გადატანას. ქონების ტიპის ველში შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი პარამეტრი. იმ შემთხვევაში, თუ ძირითად საშუალებაზე მითითებულია ქონების ტიპი უძრავი ქონება, ძირითადი საშუალების ცნობარზე დამატებით გამოჩნდება ალამი აფასების გამოყენება. ასევე აირჩიეთ სასურველი პარამეტრის საგადასახადო შეღავათის საფუძვლის ველში. ჩაწერეთ ობიექტი. დავამატოთ რაოდენობრივი ძირითადი საშუალება. გახსნით ძირითადი საშუალებების ჩანართი. დააჭირეთ ღილაკს პლუსი. გაწერეთ დასახელება. აღწერისა და საინვენტარო ნომრის ველებში შეგიძლიათ სრულესამებ გაწეროთ მნიშვნელობა. შესაქმნელი რაოდენობის ველი ხელმისაწვდომია იმ მომენტამდე, სანამ არ ავირჩევთ ძირითადი საშუალების კატეგორიას. ვინაიდან კატეგორიაზე მითითებული ანგარიშებიდან გამომდინარე ხვდება პროგრამა ძირითადი საშუალება რაოდენობრივია თუ ინდივიდუალური. შესაქმნელი რაოდენობის ველი ხილვადია მხოლოდ ინდივიდუალური ძირითადი საშუალების შემთხვევაში. შტრიქ-კოდის ველის შევსება შესაძლებელია როგორც მექანიკურად, ასევე ღილაკზე შტრიქ-კოდის გენერაციაზე დაჭერით. უკანასკნელ შემთხვევაში შტრიქ-კოდი დაგენერირდება თქვენ მიერ მითითებული აწყობით. ჩანართში მთავარი ავირჩიოთ ჩვენ მიერ დამატებული რაოდენობრივი ძირითადი საშუალების კატეგორია და ვიხილოთ, რომ ინფორმაცია აღრიცხვის ანგარიშების შესახებ გადმოივსება შესაბამისად. ასევე კატეგორიის ველთან არსებული ალამი მოინიშნება ავტომატურად ძირითადი საშუალების რაოდენობრივი კატეგორიის არჩევისას.
შესყიდვის თარიღისა და შესყიდვის ღირებულების ველების გადავსება ხდება როგორც მანუალურად, ასევე ზედნადების საფუძველზე. რაოდენობის ველი ხელმისაწვდომია მხოლოდ რაოდენობრივი ძირითადი საშუალების შემთხვევაში. შესყიდვის დოკუმენტის გაფორმვის შემდეგ მოცემული ველი გადაივსება შესაბამისად. მიმდინარე ჩანართში გაქვთ შესაძლებლობა იხილოთ ზოგადი ინფორმაცია ძირითადი საშუალების შესახებ. მაგალითად, ძირითადი საშუალების სტატუსი, ღირებულება, ამორტიზაცია, 1 წლის ამორტიზაცია, ღირებულება ნეტო და ბოლო ამორტიზაციის თარიღი. ვინაიდან ჩვენ ახლა ვამატებთ ძირითად საშუალებას და მასჯერ ღირებულება არ გააჩნია, მიმდინარე ინფორმაციის ჩანართი ცარიელია. ადგილმდებარეობის ჩანართში გაქვთ შესაძლებლობა იხილოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად მდებარეობს ძირითადი საშუალება. აღნიშნული ინფორმაციის გადავსება ხდება როგორც შესყიდვის დოკუმენტით, ასევე ძირითადი საშუალების გადაადგილების დოკუმენტით. ამორტიზაციის პარამეტრებში დაინახავთ ძირითადი საშუალების ამორტიზაციის დაწყების თარიღს. პარტიას, რომლის შევსება უნდა განხორციელდეს მხოლოდ რაოდენობრივი ძირითადი საშუალების შემთხვევაში. აღნიშნულ ჩანართში მითითებული პარტიიდან იქნება გამოთვლილი ამორტიზაცია ძირითად საშუალებაზე. მანამ სანამ პარტიის შევსება ამ ძირითად საშუალებაზე არ განხორციელდება, პროგრამა გამოგიტანს შესაბამის ინფორმაციულ შეტყობინებას. ამორტიზაციის დარიცხვის მეთოდი და გამოყენების ვადა გადმოტანილი იქნება ძირითადი საშუალების კატეგორიიდან. ინდივიდუალური ძირითადი საშუალების შემთხვევაში ღილაკზე ახალი პარამეტრი დაჭერით, შეგიძლიათ ახალი ამორტიზაციის პარამეტრების გაწერა. ასევე შესაძლებელია არსებული ამორტიზაციის პარამეტრების კორექტირება ისტორიის ღილაკზე დაჭერით. ორჯერ დაკლიკებით გავხსნათ შესაბამისი ჩანაწერი და დავარედაქტიროთ სრულისამებრ. სალიკვიდაციო ღირებულება არის ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულება, რომელიც ამორტიზაციის პერიოდის გასვლის შემდეგ უნდა დარჩეს ძირითად საშუალებას. დამატების ჩანართში შეგიძლიათ დააფიქსიროთ დამატებითი ინფორმაცია ძირითადი საშუალების შესახებ. ტრანზაქციის ისტორიის ჩანართში გამოჩნდება ყველა გატარებული დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული ძირითადი საშუალება მონაწილეობს. დააჭირეთ ღილაკს ჩაწერა, ან ჩაწერა და დახურვა. დავამატოთ ინდივიდუალური ძირითადი საშუალება. ამისთვის დააჭირეთ ღილაკს პლუსი. გაწერეთ დასახელება. მიუთითეთ ძირითადი საშუალების კატეგორია. ინდივიდუალური და რაოდენობრივი ძირითადი საშუალების დამატების პროცესი მსგავსია, თუმცა ინდივიდუალური ძირითადი საშუალების დამატებისას ჩვენთვის ხელმისაწვდომია ველის შესაქმნელი რაოდენობა. ველში შეგიძლიათ მიუთითეთ რამდენი ერთეული ძირითადი საშუალების ცნობარი შექმნა გსურთ. მას შემდეგ, რაც შეავსებთ ინფორმაციას ძირითადი საშუალების შესახებ, დააჭირეთ ღილაკს ჩაწერა ან ჩაწერა და დახურვა. რაც შეეხება საგადასახადო ჯგუფებს, აღნიშნულ ცნობარებში შეგიძლიათ ნახოთ კანონის მიხედვით დადგენილი ძირითადი საშუალებების ჯგუფები. განვიხილოთ ძირითადი საშუალების შესყიდვის ოპერაცია. შევისყიდოთ ინდივიდუალური ძირითადი საშუალება. გავხსენით შესყიდვის დოკუმენტი შესყიდვებისა ან ძირითადი საშუალების მოდულებიდან. დააჭირეთ ღილაკს პლუსი და აერჩიეთ ოპერაციის ტიპი. შევავსოთ დოკუმენტის ქუდური ნაწილი გასული პერიოდით, რომ შემდეგ ამორტიზაცია დავარიცხოთ და მივიღოთ შედეგი. თუ გსურთ, რომ ქონების დეკლარაციაში სწორად გადავიდეს ინფორმაცია ძირითადი საშუალების შესახებ, არჩეულ საწყობზე მითითებული უნდა გქონდეთ შესაბამისი ტერიტორიული ერთეული. თითოეულ ტერიტორიულ ერთეულზე მითითებული არის საგადასახადო განაკვეთი, რომელიც შეგიძლიათ დაარედაქტიროს საჭიროებიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში სტანდარტულად აიღებს 1%-ს. გადაინაცვლეთ ძირითადი საშუალების ჩანართში. აღნიშნული ჩანართის შევსება შესაძლებელია როგორც პლუს, ასევე შევსება ღილაკებით. შევსება ღილაკზე დაჭერით, შეგიძლიათ ორი ოპციიდან აერჩიოთ სასურველი. შევსება შერჩევის მიხედვით გულისხმობს ძირითადი საშუალების ცნობარებიდან სასურველი ძირითადი საშუალებების არჩევას და მათ ავტომატურ გადმოტანას შესაბამის ველში. ძირითადი საშუალების შევსება დასახელებით გულისხმობს იდენტური დასახელების მქონე ძირითადი საშუალებების გადავსებას. ამისთვის პირველ ეტაპზე საჭიროა ერთი ძირითადი საშუალების არჩევა და შემდეგ მოცემული ღილაკის გამოყენება. შევისყიდოთ ინდივიდუალური ძირითადი საშუალება. ცხრილ ნაწილში აერჩიეთ ინდივიდუალური ძირითადი საშუალება. ინდივიდუალური ძირითადი საშუალების შემთხვევაში ველი რაოდენობა არ არის ხელმისაწვდომი, ვინაიდან ასეთი აქტივები იქნება ცალკეული ცნობარების სახით და თითოეული ერთეული აღირიცხება ინდივიდუალურად. მაგალითად, თუ გსურთ შეისყიდოთ ორი ინდივიდუალური ძირითადი საშუალება, მაშინ დოკუმენტში უნდა აერჩიოთ ორივე ცნობარი. მას შემდეგ, რაც შეავსებთ ინფორმაციას, გაატარეთ დოკუმენტი. განვიხილოთ ძირითადი საშუალების შესყიდვა სასაქოლო ზედნადებით. გადადით RS-ის მოდულში და გახსენით მიღებული სასაქოლო ზედნადებები. სასურველი პერიოდის მიხედვით ჩამოტვირთეთ სასაქოლო ზედნადებები. ცხრილის შევსება ავტომატურად ხდება საქონლის ტიპის მნიშვნელობით. მნიშვნელობის შეცვლა შესაძლებელია უშუალოდ სტრიქონში მისი მექანიკური კორექტირებით.
ან ჯგუფურად რამდენიმე სტრიქონის მონიშვნით. ამისთვის დააჭირეთ ცხრილის ზემოთ განთავსებულ ღილაკს შევსება. შემდეგ კი აერჩიეთ ტიპის შევსება და შესაბამისი ტიპი მიუთითეთ. ჯგუფური შევსების გამოყენება შესაძლებელია ნომენკლატურის ან ძირითადი საშუალების მნიშვნელობის გადავსებისთვის. ამისთვის დააჭირეთ ღილაკს შევსება. შემდეგ კი აერჩიეთ ნომენკლატურის ძირითადი საშუალების შევსება. ძირითადი საშუალების შესყიდვისას, იმ შემთხვევაში თუ ძირითადი საშუალება უკვე დამატებულია ძირითადი საშუალებების ცნობარში, საჭიროა მისი არჩევა ველში ძირითადი საშუალება. შესაძლებელია რამდენიმე პოზიციისთვის მოხდეს ერთი ძირითადი საშუალების მითითება, რა დროსაც შესყიდული აქტივების ღირებულება ერთიანად აისახება ერთი ძირითადი საშუალების ცნობარზე. ამისთვის შესაძლებელია ჯგუფური გადავსება კლავიატურაზე Ctrl+A ღილაკების გამოყენებით. იმ შემთხვევაში თუ შესაწყიდი ძირითადი საშუალება პროგრამაში დაფიქსირებული არ არის, პროგრამა საშუალებას იძლევა მიუთითოთ ძირითადი საშუალების კატეგორია ველში ძირითადი საშუალების კატეგორია და შესყიდვის დოკუმენტის შექმნისას პროგრამა პარალელურად შეგიქმნით ძირითადი საშუალების ცნობარს არჩეული კატეგორიისა და სასაქონლო ზედნადებში მოცემული დასახელების მიხედვით. კატეგორიის მიხედვით მოხდება ძირითადი საშუალების აღრიცხვის ანგარიშებისა და ცვეთის პარამეტრების შევსება. ზედნადების ცხრილი ნაწილის შევსების შემდეგ შევქმნათ შესყიდვის დოკუმენტები. შესყიდვის დოკუმენტების შესაქმნელად ჩამოტვირთული სასაქონლო ზედნადებები მონიშნეთ ალმით. დააჭირეთ ღილაკს დოკუმენტის შექმნა. დოკუმენტების ჩანართში მონიშნეთ სასურველი შექმნილი დოკუმენტები. თითოეული შესყიდვის დოკუმენტისთვის სურვილისამებრ შეავსეთ საწყობი მექანიკურად ან ჯგუფურად ღილაკზე საწყობის შევსება დაჭრით. დააჭირეთ ღილაკს დოკუმენტების გატარება. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. კაპიტალიზირებადი ხარჯების შეძენა. გახსენით შესყიდვის დოკუმენტი. შეავსეთ დოკუმენტის ქუდური ნაწილის სავალდებულო ველები. შევისყიდოთ სხვა აქტივებისა და მომსახურების ჩანართიდან ხარჯი. მას შემდეგ, რაც შეავსებთ ყველა სავალდებულო ველს, აღრიცხვის ანგარიში გაწერეთ ძირითადი საშუალების ანგარიში. აღნიშნული ქმედების შესრულების შემდეგ, ანალიტიკის ველში გექნებათ შესაძლებლობა მიუთითოთ ძირითადი საშუალება, რომლის ღირებულების გაზრდაც გსურთ მოცემული კაპიტალიზირებადი ხარჯის შესყიდვით. გაატარეთ დოკუმენტი და იხილეთ ძირითადი საშუალების გაზრდილი ღირებულება. განვიხილოთ შემდეგი საკითხი. დამატებითი ხარჯების შესყიდვა და განაწილება. შევისყიდოთ დამატებითი ხარჯის შესყიდვის დოკუმენტით. ხარჯის შესყიდვა შეგიძლიათ როგორც ნომენკლატურის ჩანართიდან მომსახურების ტიპის ნომენკლატურის არჩევით, ასევე სხვა აქტივებისა და მომსახურების ჩანართიდან შინაარსის შევსებით. მთავარი რაც უნდა გაითვალისწინოთ დამატებითი ხარჯების შესყიდვის დროს, არის ბუღალტრული ანგარიში. ამ შემთხვევაში უნდა აერჩიოთ ანგარიში, რომლის კლასი იქნება დამატებითი ხარჯები. მას შემდეგ, რაც შეავსებთ ინფორმაციას, დააჭირეთ ღილაკს გატარება ან გატარება და დახურვა. გადადით შესყიდვების მოდულში და გახსენით დამატებითი ხარჯების განაწილების დოკუმენტი. ხარჯების ცხრილ ნაწილში ვირჩევთ იმ შესყიდვის დოკუმენტს, რომლითაც შევისყიდეთ ხარჯი. საქონლის შემოსვლის დოკუმენტის ცხრილ ნაწილში ვირჩევთ იმ შესყიდვის დოკუმენტს, რომლითაც შესყიდულია ძირითადი საშუალება, რომელზეც გვინდა ხარჯის მიკუთვნება. ძირითად საშუალებაზე დამატებითი ხარჯების განაწილების შემთხვევაში ვიყენებთ განაწილების ორ წესს, ღირებულების მიხედვით. ხარჯის თანხა ნაწილდება ძირითადი საშუალების თანხის პროპორციულად. რაოდენობის მიხედვით. ხარჯის თანხა ნაწილდება ძირითადი საშუალების რაოდენობის პროპორციულად. დააჭირეთ ღილაკს ხარჯების განაწილება და გაატარეთ დოკუმენტი ბუღალტრული შედეგის მისაღებად. განვიხილოთ შემდეგი საკითხი. ინვენტარიზაცია. გახსენეთ ძირითადი საშუალების ინვენტარიზაციის დოკუმენტი. ქუდურ ნაწილში მიუთითეთ საწყობი. ცხრილი ნაწილის შევსება შესაძლებელია პლუს, შერჩევა, ცხრილის შევსება ფაილიდან და შევსება ღილაკებით. შევსება ღილაკზე დაჭერით იხილავთ ორ ოფციას. შევსება ნაშთების მიხედვით. გულისხმობს მითითებული საწყობის მიხედვით ცხრილი ნაწილის გადავსებას. შევსება ფაქტობრივი მონაცემებით. გულისხმობს ფაქტობრივი მონაცემების შევსებას სააღრიცხვო მონაცემებით. განვიხილოთ შემდეგი საკითხი. ძირითადი საშუალების მდებარეობის მითითება და გადაადგილება. გადადით ძირითადი საშუალებების მოდულში და გახსენით ძირითადი საშუალების გადაადგილება. დააჭირეთ ღილაკს პლუსი. არსებობს სამი ოპერაციის ტიპი.
მდებარეობის მითითება გულისხმობს იმ ძირითადი საშუალებებისთვის მდებარეობის განსაზღვრას, რომელთა შესახებ აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ არის შევსებული პროგრამაში. გადაადგილება გულისხმობს ინდივიდუალური ძირითადი საშუალების მდებარეობის კორექტირებას. რაოდენობრივის გადაადგილება გულისხმობს რაოდენობრივი ძირითადი საშუალების გადაადგილებას. გადაადგილების დოკუმენტის გადავსება შესაძლებელია ინვენტარიზაციის საფუძველზე. ქუდურ ნაწილში მიუთითეთ გამგზავნი და მიმღები საწყობები. ასევე გამგზავნი პასუხისმგებელი პირი ასეთის არსებობის შემთხვევაში. ადგილმდებარეობის ჩანართში შეგიძლიათ ცხრილური ნაწილი შეავსოთ პლუს და შევსება ღილაკების გამოყენებით. შევსება ღილაკზე დაჭერით, იხილავთ, რომ ცხრილური ნაწილის შევსება შესაძლებელია ასევე ყველა შესაძლო ძირითადი საშუალებით, რომელიც განთავსებულია გამგზავნ საწყობზე. ცხრილურ ნაწილში სრულისამებრ შეგიძლიათ მიუთითოთ მიმღები პასუხისმგებელი პირი. გაატარეთ დოკუმენტი ბუღალტრული შედეგის მისაღებად. განვიხილოთ შემდეგი საკითხი: ამორტიზაციის დარიცხვა. გახსენით ამორტიზაციის დარიცხვის დოკუმენტი. ამორტიზაციის დარიცხვა ძირითად საშუალებაზე ანგარიშდება მასზე არსებული ამორტიზაციის პარამეტრების შესაბამისად. ამორტიზაციის დარიცხვის დოკუმენტში თარიღი პროგრამის მიერ ავტომატურად ივსება შესაბამისი თვის ბოლო დღით. რეკომენდირებულია ამორტიზაციის დარიცხვის დოკუმენტის შექმნა ყოველთვიურად. დააჭირეთ გატარება ან გატარება და დახურვა ღილაკს. განვიხილოთ შემდეგი საკითხი: ძირითადი საშუალების ჩამოწერა. გახსენით ძირითადი საშუალების ჩამოწერის დოკუმენტი. შეავსეთ დოკუმენტის ქუდურ ნაწილში მოცემული სავალდებულო რეკვიზიტი, საწყობი. თუ მითითებულ საწყობზე არ არის ძირითადი საშუალების ნაშთი, ჩამოწერის დოკუმენტის გატარებისას პროგრამა გამოგიტანთ შეტყობინებას ნაშთის შესახებ და არ მოგცემთ დოკუმენტის გატარების საშუალებას. დოკუმენტი აკეთებს შემდეგი შინაარსის გატარებას. დაარიცხავს ჩამოწერის დოკუმენტის თარიღით ამორტიზაციას, გადახურავს ამორტიზაციისა და აღრიცხვის ანგარიშებს ერთმანეთში და გააკეთებს ხარჯზე ჩამოწერას. გარდა ამისა, პროგრამა გვაძლევს საშუალებას ძირითადი საშუალების ჩამოწერის დოკუმენტის შევტვირთოთ Excel-ით. ძირითადი საშუალების ჩამოწერის დოკუმენტით შესაძლებელია ძირითადი საშუალების ღირებულების როგორც ხარჯზე, ასევე მარაგებზე ჩამოწერა. მოდით ჩამოვწეროთ ერთი ძირითადი საშუალება ხარჯზე, ხოლო მეორე ძირითადი საშუალება მარაგზე შესაბამისი ანგარიშების გამოყენებით. გაატარეთ დოკუმენტი ბუღალტრული შედეგის მისაღებად. ნიშანდობლივია, რომ პროგრამულად ასევე შესაძლებელია მარაგის ღირებულების გადმოტანა ძირითად საშუალებაზე. ამისთვის გახსენით საქონლის ჩამოწერის დოკუმენტი ოპერაციის ტიპით სახარჯი მასალების ჩამოწერა. აირჩიეთ საწყობი, რომელზეც ხდება ოპერაცია. ველი ინვენტარიზაცია ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ინვენტარიზაციის შედეგით დოკუმენტის გადავსება. დოკუმენტის არჩევისას ცხრილი ავტომატურად ივსება ინვენტარიზაციაში დაფიქსირებული დანაკლისით. დამატება ან შერჩევა ღილაკზე დაჭერით, აირჩიეთ ჩამოსაწერი საქონელი ნომენკლატურის სიიდან და მიუთითეთ რაოდენობა. ზომის ერთეული, ნომენკლატურის აღრიცხვის ანგარიში და მარაგის ჩამოწერის ხარჯის ანგარიში ავტომატურად ივსება ნომენკლატურის ბარათზე მითითებული ნიშნულობების მიხედვით, თუმცა მათი ცვლილება შესაძლებელია დოკუმენტშივე. მონიშნულ ნომენკლატურებზე ხარჯის ანგარიშის ველში მიუთითეთ ძირითადი საშუალების ანგარიში. ანალიტიკაში კი ძირითადი საშუალება. მონაცემების შევსება შესაძლებელია როგორც ცალკეული სტრიქონის ჭრილში, ასევე პაკეტურად, კლავიატურაზე Ctrl+A ღილაკების გამოყენებით და შემდგომ შევსების ღილაკზე დაჭერით. შედეგის მისაღებად გაატარეთ დოკუმენტი. განვიხილოთ შემდეგი საკითხი: რეალიზაცია. გახსენით რეალიზაციის დოკუმენტი. შეავსეთ დოკუმენტის ქუდური ნაწილი. გადადეთ ძირითადი საშუალების ჩანართში. თუ ძირითადი საშუალება არის ინდივიდუალური აღრიცხვის, ასეთ შემთხვევაში რაოდენობის ველი არის მიუწვდომელი და დეფოლტად აქვს გაწერილი არ მოითხოვება. ძირითადი საშუალების ცხრილში გვაქვს მხოლოდ აღრიცხვის ანგარიში, რომელიც ავტომატურად ივსება ძირითადი საშუალების არჩევისას. გატარებაში ცვეთის ხარჯის ანგარიში მოაქვს ძირითადი საშუალების ბარათიდან ავტომატურად, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ანგარიშებს, ხარჯის, შემოსავლის და DGG-ს ანგარიშებს, მათი შევსება შესაძლებელია კონტრაგენტის გასწვრივ ანგარიშწორებების ლინკიდან. ეს ანგარიშები დეფოლტად არის გაწერილი ძირითად ანგარიშებში რეალიზაციის ნაწილში, თუმცა მათი ცვლილება შესაძლებელია. რეალიზაციის დოკუმენტიდან შესაძლებელია ძირითად საშუალებებზე როგორც ზედნადების, ასევე ანგარიშ ფაქტურის გაწერა. ძირითადი საშუალების რეალიზაციის დოკუმენტი აკეთებს ყველა საჭირო ბუღალტრულ გატარებას, როგორც ეს ძირითადი საშუალების ჩამოწერის დოკუმენტში აღნიშნეთ. შესაძლებელია ძირითადი საშუალებების რეალიზაციის Excel-ით შეტვირთვაც. გაატარეთ დოკუმენტი ბუღალტრული შედეგის მისაღებად.
განვიხილოთ ძირითადი საშუალების ანგარიშგება, ძირითადი საშუალებების უწყისი, რომელშიც შესაძლებელია პერიოდის, საწყობისა და ძირითადი საშუალების ფილტრების გამოყენება. მოცემულ ანგარიშგებაში შეგიძლიათ იხილოთ ზოგადი ინფორმაცია ძირითადი საშუალების შესახებ. ასევე ხელმისაწვდომია ღირებულების, რაოდენობის, ამორტიზაციისა და საბალანსო ღირებულების შესახებ ინფორმაციის დანახვა. განვიხილოთ შემდეგი ანგარიშგება, ქონების დეკლარაცია, რომლის გახსნა შეგიძლიათ როგორც RS-ის, ასევე ძირითადი საშუალებების მოდულიდან. მოცემული ანგარიშგების ფორმირება შეგიძლიათ სასურველი წლის ჭრილში. მომხმარებელს საშუალება აქვს პროგრამაში აღრიცხული ინფორმაციის საფუძველზე გამოითვალოს ყოველწლიური ქონების გადასახადი. ასევე შესაძლებელია ანგარიშგების გადმოტვირთვა და მისი შეტვირთვა შემოსავლების სამსახურის პორტალზე. იმისთვის, რომ ანგარიშგებაში სწორად გამოდიოდეს ინფორმაცია, საჭირო იქნება პროგრამა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს. ძირითადი საშუალებების კატეგორიებზე მითითებული იყოს შესაბამისი ქონების ტიპი. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ძირითად საშუალებას არ ერიცხება ქონების გადასახადი, მაგალითად არამატერიალური აქტივი, ქონების ტიპი დატოვეთ სარიელი. ძირითად საშუალებებზე მითითებული ქონდეთ შესაბამისი საწყობი. საწყობზე მითითებული ქონდეთ შესაბამისი ტერიტორიული ერთეული. თითოეულ ტერიტორიულ ერთეულზე მითითებული არის საგადასახადო განაკვეთი, რომელიც შეგიძლიათ დაარედაქტიროთ საჭიროებიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში სტანდარტულად აიღებს 1%-ს. ასევე ძირითად საშუალებებს დაემატა ახალი ველი საგადასახადო შეღავათის საფუძველი, რომლის მითითება ხდება ძირითადი საშუალების კატეგორიაზე. იმედი მაქვს მიღებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენს პრაქტიკულ საქმიანობაში. დღეისთვის სულ ეს იყო. გმადლობთ ყურადღებისთვის და შევხვდებით მომდევნო ტრენინგზე.